დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ მოსალოდნელია თუ არა მორიგი რუსული სანქციები ღვინოსა და ბორჯომზე. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სწორედ ასეთი განცხადება გაკეთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ასეთი მოლოდინი საქართველოში არ არის. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ 2014 წლის 23 ივნის ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების სანქციების შემოღების შესახებ, რომელსაც საქართველოს შეუერთდა და სანქციები ღვინოსა და ბორჯომზე მოსალოდნელი არ არის. ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც ყოველწლიურად გრძელდება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ჩვენ სტუდიაში სტუმრად გვყავს ჯონდი ბაღათურია, ქართული დასის ლიდერი და მანინა აჭყებია, ახალი გამარჯვენები. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ ჯონდი, ხედავთ თუ არა, რომ მართლაც შეიძლება რეალური გახდეს ის, რაც თქვა სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა? სავსებით შესაძლებელია რეალური რო გახდეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე გუჩი მქონდა საშუალება ჩვენს კოლეგებთან მოსკოვში საუბრის და ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, რომ შესაძლოა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინოს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რუსი კოლეგების საერთოდ გოსდუმის ეს განწყობა აბსოლუტურად სამართლიანი და ლოგიკურია, იმიტომ რომ საქართველოს მესამედ დაუჭირა მხარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ძალიან ლოგიკურია, როცა შენ უწესებ ერთ ქვეყანას სანქციებს, შესაძლოა ამ ქვეყანამ ადეკვატური პასუხი გაქცეს, შენც დაგიწესოს სანქციები. მე გამახსენდა ეხლა 80-იანი წლების ბოლოს, როცა ჩვენ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთმა ნაწილმა, სხვათა შორის მისი ორგანიზატორი ერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა იყო, გამოუცხადა ბლოკადა რუსეთს, არც მეტი არც ნაკლები ზუსტად ამ სიტყვებით და სამტრედიაში გადაკეტეს რკინიგზა, უბრალოდ დაწვენ რკინიგზაზე. ერთ კვირაში საქართველოში მაღაზიებში საპონი აღარ იყო. კეის პროდუქტებზე უკვე ლაპარაკიც კი არ არის და ახლა რუსეთს რა უნდა დაკლებოდა სამტრედიაში წამოწოლილი ეროვნული მოძრაობის ლიდერების ბლოკადით, ალბათ წარმოგიდგენიათ, ხო? აი დაახლოებით ასეთი ინფანტილური რაღაცა დონკიხოტური როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს ამ შემთხვევაში? არ უნდა შეერთებოდა ამ სანქციებს. იცი რა, თანმიმდევრულები უნდა იყო. თუ ჩვენ გვინდა, რომ რუსეთში ჩვენი კიტრი და პამიდორი შევიტანოთ და ღვინო და ბორჯომი გავყიდოთ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მათ ვესაუბროთ და ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინოთ, მაშინ ჩვენ იქეთ რუსეთს არ უნდა უწესებდეს სანქციებს. 2014 წელს საქართველოს დაუჭირა მხარი რუსეთის სანქციების დაწესებას. რუსებმა ადეკვატური ნაბიჯი გადადგეს ყველა სახელმწიფოს მიმართ, გამონაკლისი დატოვეს საქართველოს. მეორედ შარშან დაუჭირეს მე ისევ გაგრძელებას ხარი და რუსეთმა ასევე ყველა ევროპულ ქვეყანას დაუწესეს სანქციები საქართველოს გარდა ისევ და ეხლა მესამედ, ესე იგი რადგან ორჯერ გაგვივიდა, აი ბავშვს რო გაუდის და ზურგს რო გაჩვენეს. ეხლა მესამედ 17 ივნისი იყო თუ არ მოვხსნები, 17 ივლისს საქართველოს მესამედ დაუჭირა რუსეთისთვის ძალიან კომიკურია. გასაგებია, თქვენთვის ეს არის ლოგიკური. ქალბატონ მანანა, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? თუმცა სასურველი არ არის და ჩვენ სწორედ ამას ვარკვევდით კოლეგებთან, იქნებ მე აუხსენი სხვათა შორის კოლეგებს, ეს ჩვენ დაგვარტყამს პირველ რიგში და არ იქნება სასარგებლო. ცხადია, ლოგიკურია რუსეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯების გადადგმა. უბრალოდ ერთადერთი რაზშიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არა ვართ მართლაც თანმიმდევრული ჩვენი სახელმწიფო, ეს არის სწორედ ის, რომ ჩვენ არ მივდივართ მუდმივად ერთი ხაზით და ხან მივაწყდებით აქეთ, ხან ვამბობთ რუსეთი გვინდა, ხან ევროპა გვინდა და გარკვეულწილად შევქმნით ქვეყანაში აი ეს ილუზია, რომ შესაძლებელია რაღაცა ეგრეთ წოდებული ბალანსის პოლიტიკა. ამ დროს ეს მოსინჯული აქვს საქართველოს წლების განმავლობაში. იყო შევარდნაძე ცნობილი ამით ამ ბალანსის პოლიტიკით, მაგრამ ამ პოლიტიკამ რაც მოგვიტანა, ყველაზე კარგად თქვენ იცით, ვახო, დარჩით უსამშობლოდ, usახლოდ, უკაროდ და ყველაფერი თქვენი რაც დაკავშირებული იყო თქვენს ბავშვობის მოგონებებთან დარჩა იქ, რომელიც სანატრელ მიწად იქცა თითოეული ქართველისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასე საკითხის წარმოჩენა არის ძალიან არასწორი, რომ თურმე თუ რუსეთი არ ექნება ჩვენ უსაპნო და უღვინო და უწყლოდ დავრჩებით, დღეს სხვა დროა, მაშინ საქართველოს
გამომცემლობა რუსეთზე ბევრად უფრო მაშინ ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივია ჩვენ არანაირი არც დივერსიფიცირების საშუალება ქონდა, არც არანაირად სხვა ქვეყნებთან არ ვიყავით დაკავშირებული. დღეს სულ სხვა ვითარებაა. დღეს მე ვფიქრობ, ქვეყანამ საგულდაგულოდ და მიზანმიმართულად უნდა აწარმოოს პოლიტიკა იმისა, რომ ჩვენს ბიზნესმენებს, ჩვენს მეწარმეებს შეუწყოს ხელი, გავიდეთ დასავლურ ბაზარზე, გავიდეთ ჩინურ ბაზარზე, გავიდეთ ყველა იმ ქვეყნის ბაზარზე, სადაც მოთხოვნილება არის ეკოლოგიურად სუფთა აი ამ პროდუქცია. კონკრეტულ შემთხვევაში რა მოცემულობაც ახლა გვაქვს ამ წუთას. როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას? არ უნდა შეერთებოდა რა თქმა უნდა შეერთებოდა ერთმნიშვნელოვნად. აქ საკითხი დგას ასე. საქართველოს ან წარმოიდგენს თავის თავს და არის ევროპის ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი, ან საქართველოს არ არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი და მოდის რუსეთისკენ და მხარს უჭერს რუსეთს. მე ასე მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის გაცხადებული პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ლაპარაკობენ, არის ევროპა, ევროპისკენ სვლა, ევროპული ცივილიზაციისკენ სვლა და ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში საქართველოს ვერ იქნება თეთრი ყვავით და ბუნებრივია, მანუ ყველა იმ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც რუსეთს სწორედ აი ასეთი ემბარგოების, საქციების და ასეთი გზებით აიძულებს, რომ ხელი აიღოს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების დაპყრობაზე, ბუნებრივია ჩვენ უნდა ამას შევერთებოდეთ. ხალბატონო მანანა, აი აქ მაყურებელსაც განუმარტავ კიდევ ერთხელ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთი წევრის რეკომენდაცია მთავრობისთვის. არ ვიცი ჩვენ მთავრობა გაითვალისწინებს თუ არა ამას. ეს არის ინიციატივა. კი ბატონო, ინიციატივა ვუწოდოთ. ოღონდ ეს წამოვიდა, ეს არ დაუმტკიცებია, მაგრამ ეს წამოვიდა ეს ინიციატივა სათათბიროდან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან რამდენიმე ჯერჯერობით. მთავრობა ამას გაითვალისწინებს თუ არა, ეს უცნობია ამ წუთას, ჩვენ ეს არ ვიცით, ხო? მაგრამ ალბათ არ გაითვალისწინებს, სავარაუდოდ. თქვენც ეს მოლოდინი გაქვთ თუ გარკვეულ პოლიტიკურ სახეს იძენს ეს საკითხი თქვენი აზრით? საგანგებოდ გააქტიურდა თუ უფრო მეტად ტექნიკური საკითხია? მე ვიცი ერთი რამ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა არის პოლიტიკური ურთიერთობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რუსეთში გატანილი ღვინო და ყველაფერი სხვა არის და მასზე მიღებული ფასი არის პოლიტიკური ფასი და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ფასი შეიძლება იყოს ძალიან ძვირი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ცხადია ამ სანქციებს უნდა შეუერთდეთ, ცხადია მე დღეს ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და საერთოდ ეს ინიციატივა იქცევა თუ არა, ან კომიტეტის ან თლიანობაში დუმის ინიციატივა და მართლაც რეკომენდაციას გაუწევენ თუ არა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს, კი ბატონო, რა თქმა უნდა, თუ კი ვინმეს აქვს პირდაპირი არხები და შეუძლია გატანა ბუნებრივი და გადის დღესაც, კიდევ ერთხელ ამას ხას უსვამ, რომ დღეს ხილიც გადის, ღვინოც გადის, ბოსტნეულიც გადის და ძალიან ბევრი პროდუქცია გადის საქართველოდან. არავინ ამბობს, რომ დავხუროთ ეს ბაზარი და ხელი ავიღოთ ამაზე. ვეცადოთ, რომ მოხდეს უფრო მეტად დივერსიფიცირება თქვენ ამას დივერსიფიკაცია, უფრო მეტად მოხდეს ქართული მეწარმეების მომზადება და იცით რა არის, ჩვენ უშვებთ შანს ხელიდან ევროპასთან ღრმა და ყურისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებისა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ არ ვეუბნებით ჩვენს მეწარმეებს. მუდმივად ყოველდღიურად არ ვამზადებთ იმისთვის, რომ ვასწავლოთ რა პროდუქციაზეა მოთხოვნა, როგორ შეიძლება ეს გავიტანოთ და ბატონ ჯონდის მოусმინოთ. მე კონკრეტულ მაგალითს გეტყვით და ამით დარწმუნებით რამდენად უპასუხისმგებლო არის სანქციების და რუსეთთან ბუტიაობის პოლიტიკა. დაახლოებით 1 თვის წინ კახეთში რო ჩასულიყავით, 1.5 ვაშლატამან ატა მიღირდა 22 ლარი. ანუ მისი ფასი იყო 20-დან 30 თეთრამდე 1 კილოგრამის. რატომ იცით? იმიტომ რომ რუსეთში შეიქმნა რაღაც ბიუროკრატიული და ცოტა ორგანიზაციული ბარიერები. მე გულახდილად გითხრათ, ჩემი კომუნიკაციების და ჩემი ნაცნობობის საშუალებით ხელი შეუწყე ამ ბარიერების მოხსნას და მე ბიზნესმენთა ჯგუფი ამუშავდა დღეს ლარზე ძვირიღის ჩასაბარებელი ფასი ატმის და ვაშლატამას. ეხლა როგორი ფილოსოფიური ასე იგი მაღალფარდოვანი სიტყვებითაც არ უნდა ვილაპარაკოთ, გამძღარმა პოლიტიკოსებმა რო არ ვშია და არ ვწყურია და ატმის ფასზე რო ვარ დამოკიდებული, მინდა გითხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80% ამაზე დამოკიდებულია. ატმის მერე მოდის სხვა ხილის სეზონი მოდის, მერე ვაშლის სეზონი მოდის, უკვე ქართლი იწყება, მერე კახეთში. მე მაინტერესებს მართლაც რომ გაბრაზდეს რუსეთი და დაგვიწესოს სანქციები. მანანა, მოდი კახეთში
კახეთში ჩავიდეთ თუ გნებავთ თქვენ და თქვენსავით რო აზროვნებენ ის პოლიტიკოსები და გავიაროთ კახეთში ერთად შემოდგომას. თუ კი ეს სანქციები იქნება დაწესებული და რა პასუხს გასცემთ ახლა არ შეიძლება მაპატიეთ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად არ შეიძლება ასე თვითონ მაძღარმა ადამიანმა შენ კონკრეტულად შენს გულისხმობ მაგრამ კონკრეტულად შენ გულისხმობ პოლიტიკურ სპექტრის იმ ნაწილს რომელსაც არ უწევს და ატმის და ყურძნის ფასი არ არის დამოკიდებული ილაპარაკო მაღალ მატერიებზე თანაც აბსოლუტურად ისე არა მხოლოდ უპასუხისმგებლად არამედ არალოგიკურად და წირავდეს შენი ქვეყნის მოსახლეობის მაგრამ ის რომ დივერსიფიკაცია ამის საჭიროა ანუ სხვა ბაზრების ათვისება საჭიროა რომ ერთ ბაზარზე არ იყო დამოკიდებული ეს ხომ ახლავე გაგცემ პასუხს ხო დივერსიფიკაცია საჭიროა მაგრამ ჩახედეთ თუ შეგიძლიათ კითხვა უნდა ვისწავლოთ ჩვენ ყველამ ერთად ჩახედეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში რა გაგვიხსნეს ჩვენს ხილს და ბოსტნეულს არ გაეხსნა ევროკავშირის თქვენ ამბობთ იმ 28 პროდუქციაზე ხო რაც საქართველოს ესე იგი გარდა ბანანისა ანანასის და აქ არის წარმოება ანანასი და ბანანი და პომიდორი ყურძნის არა მარტო ყურძნად არამედ კონცენტრატები ყურძნის გასაგებია რასაც ამბობთ გასაგებია ეს კარგია დივერსიფიკაცია მოხდეს მაგრამ ამის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს თურქეთი არ ყიდულობს და მე ერთი კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი რომს გაგიხსნას ევროპამ ბაზარი იქ სხვა სტანდარტებია და ორგანიზება უჭირთ რუსეთში უჭირთ უკვე რადგან ჩვენმა დაკარგეს ბაზარი ეხლა იქ შექმნილი ბარიერები რა იყო იცი ბიუროკრატია და თან ბაზრის ეხლა მე ცოტა გავხსნით ჩხილებს და ერთ-ერთ ჯგუფს რაღაცა დავეხმარე ესე იგი რომ გზა გაუხსი კარი გაუღე რა მეტი არაფერი რაღაც ბარიერები მოუხსენი და მე რა მითხრეს ის მეთხარ ერთის მე შევხვდნენ და ვაკენ წაიღენდი და იცი რა ეხლა იქ ორგანიზება გაყიდვის მე ვთქვა ეხლა მე დავდგები სუპერმარკეტში გაგიყიდეთ იმას ეგეც კი ჭირს და ეხლა ევროპაში მით უმეტეს უფრო გასაგებია ქალბატონმანა აი კონკრეტული საკითხი წამოჭრა ბატონმა ჯონდიმ აი თუ კი რუსული სანქციები იქნება აი ბაზრის დივერსიფიკაცია ერთიაო მაგრამ რა პასუხი გავცეთ კახეთში გლეხსო აი როდესაც მე და თქვენ ერთად ჩავალთ სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე მინდა განსხვავება ჩემი და ჯონდის ხედვებს შორის იცით რა არის ჯონდი არ ამბობს და არ აღიარებს იმას რომ აქეთ არის ბევრად მეტი პერსპექტივა დასავლეთისკენ და ზოგადად მე არ გულისხმობ მხოლოდ ევროპის ბაზარს 30 წელია სად არის პერსპექტივა ჯონდი ერთი წუთი ძალიან გთხოვთ ხო გაგუნებთ 30 წელია ჯონდი ეუბნება მოსახლეობას და აშინებს და ეუბნება რომ ჩვენ რუსეთთან თუ გვექნება აი ასეთი გამწვავებული ურთიერთობა თქვენ ვერც აბაშლატამას გაიტანთ ვერც ვერაფერს გაიტანთ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ და უთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რომ რუსეთი მუდმივად იქნება დაინტერესებული იმით რომ საქართველოს წაართვას ტერიტორიები ანუ მუდმივად საქართველოს ექნება გამწვავებული ურთიერთობა რუსეთთან ერთადერთი გზა რომლის დროსაც ჩვენ ვიქნებით რუსეთის მონობაში და არ გვექნება ასეთი თქვა საომარი სიტუაცია ან გამწვავებული სიტუაცია არის რომ ჩვენ დავნებდეთ და რუსეთს უთხრათ რომ კი ბატონო როგორც ვიყავით წლების განმავლობაში შენს დაქვემდებარებაში დღესაც ვიქნებით შენს დაქვემდებარებაში წავალთ ისევ უკან არ გვინდა წინსვლა ვიქნებით ისევ შენნაირი სახელმწიფო სადაც არც ადამიანის უფლებებია დაცული არც ადამიანები კარგად ცხოვრობენ და დავივიწყებთ აი აქეთ კარგ ცხოვრებას საითკენად თქვენც ისწრაფეთ სხვათა შორის იცით რუსეთიც ისწრაფეს და როდესაც ჯონდი აქ საუბრობს რომ მაძღარი პოლიტიკოსებიო მოდით პირდაპირ თქვა რა საით ისწრაფიან რუსეთის მაძღარი პოლიტიკოსები ჩვენს აგარაკებზე და ჩვენს კურორტებზე კი არ ჩამოდიან ევროპის კურორტებზე მიდიან იმიტომ რომ იქ ბევრად უკეთესი პირობებია იქ ბევრად ხელშემწყობი პირობებია არ ვწდები მე ბუმია რიგითი მოქალაქეების და არა ვთქვათ ძალიან ბევრ ბიზნესმენს ხვდები აქ უმსხვილესი ბიზნესი ცდილობს აქ არა მარტო დასასვენებლად სად არის ბუმი საქართველოში რუსი ტურისტების ბუმია გაიზარდა ეს არის სასტუმრო მაგრამ ესეც ხომ ფაქტია ბატონ ჯონდი რომ აი თუნდაც მდიდარი რუსები დასავლეთში ყიდულობენ ვილებს ყიდულობენ ქონებას ცდილობენ ფულის იქ გატანას ესეც ხომ ფაქტია იმიტომ რომ იქ უფრო მეტი ხელისუფლება ებრძვის ამას და უზღუდავს უსაფრთხოება იქ დაცულია ბიზნესი და გადავიდეთ უსაფრთხოებაზე აი ჩვენ ვართ ისტორიული მოვლენის მომსე, როცა ნატოს წევრი ერთი ქვეყანა თურქეთი არა მე კაპიტალის უსაფრთხოებას გულისხმობ და არა და მივალ კაპიტალამდე ბრალსდეს ნატოს წევრი მეორე ქვეყანა შეერთებულ შტატებს რომ იქედან იმართებოდა სამხედრო გადატრიალება თურქეთში და კოორდინაციას თურქეთის ტერიტორიაზე როგორც თურქეთის ხელისუფლება ბრალსდეს მე არ ვამბობ ამას მიმდინარეობდა ნატოს ბაზიდან ინჯერლიკის ბაზიდან ეხლა მე მინდა დავსვა შეკითხვა უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტია ნატო? მე მესმის რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ მე სხვა უსაფრთხოებას გულისხმობ. მე
ხო, მაგალითად კაპიტალის უსაფრთხოებას, რომელიც უფრო მეტად დაცული იქნება იმ რუსი ბიზნესმენების აზრით, რომელსაც აკრატო გადავედით, არ ვიცი, მაგრამ არა, ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთთან კაპიტალის არა, სად ჯობს ფული კონდეს რუსეთში გაგიმხელდა საკმაოდ სასიამოვნო საიდუმლოებაა, მაგრამ მანამდე მე გეტყვით, იანუკოვიჩი როგორ დაამხეს თუ იცით. ეს ზუსტად ასე იყო, იანუკოვიჩი და მის მთავრობასაც ფული ჰქონდა კორუმპირებულ მთავრობასაც, ხალხის ქურდობით გამდიდრებულ მთავრობას ფული ჰქონდა დასავლეთში, როგორც კი უთხრეს, რომ აი ამ კაპიტალს გაგიყინავთ, მაშინვე იანუკოვიჩს უღალატა მთელმა გარემოცვამ, ის დარჩა მარტო და მისი მოკლა იყო განაწყვეტილი და გამოიყვანა პუტინის. ეს თქვენი თეორიებია, რეალობა შესაძლოა სხვა, ეს თქვენი თეორიებია. მე ნებამომეცით გავაგრძელო. გაყინვა რომ მოდაშია ხო და ეხლა რა რამდენ რუს პოლიტიკოს გაუყენეს და რამდენ სანქციები დაუწესეს. პოლიტიკოს კი არა, ბიზნესმენებსა და სხვილ რუსულ კომპანიებს და ბანკებს. ანუ არც იქ არ არის ასეთი უსაფრთხო და საქართველოში ჩვენ რომ იყოს რაიმე საფრთხეები ჩვენ უნდა დავაყენოთ საქართველოში დაუბრუნდეთ ეს საინტერესო თემა ეს იყო საინტერესო თემა რას ეუბნებით კახელგლეხს ხო ეს არის ძალიან საინტერესო თემა სანამ არის იმის საშუალება და ღმერთმა ქნას რომ იყოს ძალიან დიდხანს იმის საშუალება რომ გაიტანოთ რუსეთის ბაზარზეც გაიტანეთ ხელით შეუწყოს სახელმწიფო მამას მაგრამ მეორე მხრივ კახელგლეხს ვეუბნები რომ იცით რა მოდით ნუ ჩავიციკლებით მხოლოდ რუსულ ბაზარზე ნუ მიგვაჩნია რომ რუსული ბაზრის მიღმა და რუსული ბაზრის იქით სხვა გამოსავალი არ არის მოდით ვიშრომოთ და ვიზრუნოთ იმისთვის რომ ჩვენი პროდუქცია უფრო ხარისხიანი იყოს ჩვენმა პროდუქციამ კონკურენცია გაუწიოს ევროპულ ბაზარზე და ევროპული ბაზარი ხსნილია ერთადერთი შეზღუდვა რაზეც გვაქვს ჩვენ აი ამ ხელშეკრულებით არის ნიორი და როგორმე ავიტანოთ რომ ნიორი არ აქ საუბარია ხარისხზე ჯონდი ძალიან გთხოვთ რა შეცდომაში ნუ შეგყავთ ჩვენი მაყურებელი აქ საუბარია ხარისხიან პროდუქციაზე ბუნებრივია გვიწესებენ დავამთავრებ რა ჯონდი ბუნებრივია გვიწესებენ ბარიერს აი კონკრეტულად შემიძლია გითხრათ თაფლის მაგალითზე გვეუბნებიან რომ კი ბატონო გაიტანეთ თაფლი მაგრამ უნდა გქონდეთ ლაბორატორია და ლაბორატორიად უნდა შემოწმდეს ეს თაფლი როგორი ხარისხისაა იმის გამო რომ ჩვენ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ლაბორატორია ვერ შევიძინეთ მიგვამაგრეს ბალტიისპირეთის ქვეყნების ლაბორატორიებზე რომლებიც ძალიან დაბალ ფასად აკეთებენ ასეთ ანალიზს და თაფლი მიდის დაახლოებით 271 წარდგენილი ნიმუშიდან თუ არ ვწდები მესამედი გავიდა არ არის სხვა რამეში საქმე ასევეა ყველაფერზე თუ ჩვენ დავაკმაყოფილებთ აი როდესაც თქვათ აი როდესაც სანქციებზე მიდგება საუბარი და ნუ მართლა ღმერთმა უკნოს რომ რაღაც სანქციები დაწესდეს ხო არ იქნება ეს კარგი თქვათ ჩვენი მოსახლეობისთვის ამ წუთას ხო ამ შემთხვევაში უფრო მეტად აქცენტს ეს ადამიანი ვინც ზარალდება კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლებაზე აკეთებს თუ რუსეთის ხელისუფლებაზე ვიზე ბრაზდება ამ შემთხვევაში ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლებაზე გაბრაზდება და გასაბრაზებელიც არის იმიტომ რომ მე ასე მგონია რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ იყენებს მაქსიმალურად იმ შესაძლებლობებს რაც არის მონიჭებული აი ამ ხელშეკრულებით ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ჩვენ კიდევ მინდა სწორად გამიგოს იცით გლეხმაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ თუ გვინდა და ოჯახშიც ასე ვაკეთებთ მე მგონია რა როდესაც შევხედავთ რომ რაღაცა პრობლემები მუდმივად გვექნება ერთხელ და სამუდამოდ ვცდილობთ ამ პრობლემის გადაწყვეტას და არ ვართ დამოკიდებული სულ რაღაცა შემთხვევაზე. აი ეს ერთხელ და სამუდამოდ მოვწყდეთ ამ ბაზარს და ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ ის რომ ჩვენი მაღალხარისხიანი პროდუქციით გავიდეთ უცხოეთის ქვეყნებზე. მოვწყდეთ თუ ისე დავაბალანსოთ რომ არც ერთ ბაზარზე არ ვიყოთ სასიცოცხლოდ დამოკიდებული რომ ეს პოლიტიკური არაღათ არ იქცეს. უნდა შევიტანო უბრალოდ არის ის როგორ შევატყო მანას ეს არ აქვს საკითხული. ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულების გაფორმებით მოიხსნა ჩვენ საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის წესით უნდა დაწყებულიყო უბაჟო ვაჭრობა 0%-იანი დაბევრით. ეს მართლაც ასე ამოქმედდა საქართველოს შემთხვევაში რომ საქართველოში შემოაქვთ, მაგრამ საქართველოსთან ევროპის ბაზაზე შესატან პროდუქციაზე საქართველოს ხარისხის მოხოვნები ცალკე არის, მაგრამ საქართველოს დაუწესდა ბაზრის გადასახადი. ბაზაზე შესვლის გადასახადი. არა თანაბრად, ისინი 0%-ით შემოდიან და გარკვეულ ჩამონათვალზე 18-ზე კი არა 28 პროდუქციაზე დაწესდა ბაზრის გადასახადი. ეს არის ყველა ის პროდუქცია, რომლის წარმოებით არის საქართველოს სახელგანთქმული. კიტრი, პამიდორი,
ხილი, ვაშლი, კონცენტრატები, ხილის კონცენტრატები, ამით უნდა გავსულიყავით. ღვინო მასალები, ყურძენი და ყურძნისგან დამზადებული კონცენტრატები. ესე იგი, ეხლა მე 28-ს ჩამოთვლას მიჭირს და მე ჩამოთვლილი არის განდა ანანასისა, ცოტა კომიკური იყო, შეიძლება ცინიკურად რაღაც დაცინვა უნდა და მაგრამ ის რომ ბატონჯონდი, ნახეთ აქ რაზე არის აქცენტი. აქცენტი არის ხალხის ინტერესზე და სახელმწიფოს ინტერესზე. თქვენ აღიარებთ თუ არა იმას, რომ ცუდია რომელიმე ერთ ბაზარზე დამოკიდებულება, მათ შორის რუსეთზე, რომელთანაც გვაქვს ძალიან დაძაბული ურთიერთობა, რომელსაც ტერიტორიები აქვს ჩვენი მიტაცებული, ხო? ეს არის ცუდი. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს? უნდა გავიდეთ სხვა ბაზარზეც, ხო? აი ეს ხო ლოგიკურია, რასაც ხალბატონი მანანა. როგორ შეგიცხვას რომ იცი რომ აი რომ ჩამოდიხარ უბანში, რა ჯობია ერთი პურის მაღაზია იყოს თუ ხუთი, რა თქმა უნდა ჯობია რომ ხუთი მაღაზია გქონდეს. ან ხუთი გასაღების ბაზარი გქონდეს. რა თქმა უნდა ჯობია, იმიტომ რომ კიტრი თუ ერთ ადგილას იყიდება ის ძვირია, მაგრამ სამ ადგილას თუ იყიდება კონკურენცია და უფრო იაფია. მაგრამ ეს მხოლოდ თეორია, ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე სხვა ბაზარზე გასასვლელები. აი სწორედ ეს არის ჩვენი მოსახლეობის და პირველ რიგში გლეხების შეცდომაში შეყვანა. შეიძლება. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს და ცოტა ჭკუაც აქვს, სამწუხაროდ ასეთები ბევრი არ არიან ხოლმე, როცა ხელისუფლებას ძალა მართავს და ძირითადად იმართებიან მესიჯებით, სიგნალებით და რეკომენდაციებით, მათ აქამდე უნდა ეზრუნა და საერთოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლებას და ოპოზიციას რასაკეთებს? ჯერ მოიპოვებს ბაზარს, გლეხისთვის იმატრის ბაზარს და მერე დაიწყებს სანქციების პოლიტიკას. გასაგებია, ხალბატონ მანანა, აი ბატონ ჯონგი ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ თეორია. პრაქტიკაში ეს ამ წუთას არ მუშაობს. აი თქვენ შეგიძლიათ საწინააღმდეგო არგუმენტი მოიყვანოთ. აი დღეს, როდესაც მაყურებელი გააკოტრეს, როდესაც აი ატამზე ქონდა ბატონ ჯონდის ლაპარაკი, ხო? თუკი რაიმე სანქცია დაწესდება, რა უყოს გლეხმა ამ ატამს? აი გაქვთ ამაზე პასუხი. ერთადერთი შემიძლია პირდაპირ თქვა, რეალობა არის ის, რომ ჩვენ ხარისხის თვალსაზრისით ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს. თუ ჩვენ გვექნება და ახალხარისხიანი პროდუქცია გადის, შემიძლია გითხრათ, რომ გადის, არა მარტო რუსეთის ბაზარზე, არამედ სხვა ქვეყნების ბაზრებზეც და თუ ჩვენ დავაკმაყოფილებთ ხარისხის თვალსაზრისით მოთხოვნებს, ჩვენ თავისუფლად გავალთ მსოფლიოს ბაზრებზე. ეს შემიძლია დარწმუნებით თქვა და სახელმწიფო უნდა ამზადებდეს ქვეყანას, გლეხებს, ჩვენს აგრარულ სექტორს სწორედ ამისთვის, ჩვენ ხელი უნდა შეუწყოთ ისეთი პროდუქციის წარმოებას, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი. უამრავი პროგრამაა საქართველოში დღეს, სამწუხაროდ, რომლებიც ნაკლები ეფექტურობით გამოირჩევა. მე ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შეუწყოთ ხელი გლეხებს, არა იმაში, რომ აი აგერ რაღაცა 15000 გამოგიყოფ ან 5000 გამოგიყოფთ, ეს პრაქტიკულად წყალში გადაყრილი ფულია, არამედ უნდა შეუწყოთ ხელი იმაში, რომ ცალკეული დარგების მიხედვით შევქმნათ კონკურენტუნარიანი გასაგებია, ცოტა დრო დაგვრჩა, ჩვენ კიდევ ერთი თემა გვაქვს და მინდა ამას შევეხოთ, ეს უფრო შიდა პოლიტიკურ საკითხს ეხება, რა თქმა უნდა. ბატონ ჯონდი, ხელისუფლებამ თავისი გუნდის ახალი წევრები წარადგინა და ასევე წარადგინა მაჟორიტარები. მე მაინტერესებს ორივე თქვენი პარტიის მოსაზრება ხელისუფლების მიერ წარდგენილ კანდიდატებზე, რას ფიქრობთ და რა აქცენტებს გააკეთებთ? ჩემი აზრით ხელისუფლების არ მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს ზოგი ძალიან ღირსეული ადამიანია, როგორც ადამიანი. ერთი მხრივ მაჟორიტარები და მეორე მხრივ გუნდი, რომელიც საგურამოში იყო ასევე წარდგენილი, მათზეც მინდა. აი ორთავის შეფასება მინდა, რომ ამით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას მიზიდულობის ძალა არ აქვს. იმიტომ რომ შესაძლოა ადამიანურად ბევრი ღირსეული ადამიანი წარადგინა, შეიძლება ვინმე კარგი ექიმი ან კარგი მოცეკვავი ან კარგი მოჭიდავე იყო თავის დროზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამორჩეველმაც და პოლიტიკურმა სპექტრმაც უნდა გაიგოს, რომ თუ ვინმე შტანგა კარგად ასწია, სადღაც ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაშიც ის წარმატებული იქნება. დღეს ქართულ პოლიტიკაში ჭირდება გამოცდილი, დაღვინებული, დადინჯებული, მებრძოლი ადამიანები და არა ექსპერიმენტები, რომლებიც ახლა მოვლენ და ზოგს გამოუვა ან არ გამოუვა. ერთად თავარი შტრიხი, რაც მე დავინახე, ეს იქნება სრული გამოუცდელობა, სრული უცოდინრობა იმ საქმის, რომელ საქმესაც ახლა ეს ადამიანები კიდევენ ხელს და სხვა სივრცეები, თქვა მეცნიერება, იურისპრუდენცია, ჯანდაცვის სფერო, კულტურა, კარგ მომღერალს დაკარგავს, კარგ მოჭიდავეს დაკარგავს სპორტი და პარლამენტი მიიღებს, თუ კი ისინი გავიდა, პარლამენტი მიიღებს არაკვალიფიციურ გამოუცდელ პარლამენტის სერვს, რომელსაც საქმე ექნება საკმაოდ გამოცდილ
უცხო ქვეყნებთან გეუბნებით, პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ყოველთვის მოატყუებენ და რომელსაც ყოველთვის დაათმოვინებენ ქვეყნის ინტერესებს. გასაგებია, ქალბატონ მანანა. ზოგადად არის ცით ქვეყანაში ესეთი ფონი შექმნილი, რომ ძველი სახეების მიმართ რაღაცა ტიპის დამოკიდებულება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ერთი ხედვაც სწორია და მეორე ხედვაც სწორია. ანუ უნდა დარჩეს გარკვეული ნაწილი ძველი გამოცდილი პოლიტიკოსებისა, რომლებიც მართლაც წლების მანძილზე მუშაობდნენ პოლიტიკაში, მაგრამ პარალელურად პოლიტიკაში უნდა შემოვიდნენ აუცილებლად ახალი სახეები. ამიტომ მე არ მექნება ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება იმ ახალი სახეების მიმართ, რომლებიც შემოვიდნენ. არა უშავს, სამაგეროდ მათ აქვს საკმაოდ ცოდნა, კვალიფიკაცია. ის რომ პოლიტიკური ბიოგრაფია არ აქვს, ბევრს ეს ანუ უფრო დადებით ფაქტად მიგაჩნიათ, ვიდრე უარყოფითად ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ჩვენ მართლაც გვინდა რომ მოხდეს პოლიტიკური სპექტრის განახლება, ნუ ახალგაზრდას ვერ ექნება პოლიტიკური ბიოგრაფია, ბუნებრივია ჯერ, მან უნდა შეიძინოს ეს ბიოგრაფია და ამ გზით უნდა შემოიყვანო პოლიტიკაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ აი ასეთი აქცენტის აღება იქნებოდა არასწორი. ერთადერთი რაც არ მომეწონა, იცით, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ დასავლეთში განათლება მიღებულ ადამიანებს, მაგრამ რატომღაც ცოტა შეურაცხყოფელი მეჩვენა აი იმ 15 იულის წარმოჩენა მხოლოდ ამ ნიშნით. ამაზე ჩვენ გქონდა ცალკე გადაცემა ამ სტუდიაში, საკმაოდ საინტერესო. ახალგაზრდების პოზიტივი და ამ ახალგაზრდების უპირატესობა იყო არა ის, რომ მათ დასავლეთში მიიღეს განათლება, არამედ ის, რომ ისინი იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ, თქვათ, ხულორდავა სარჯელახსრულების სფეროში, ვიღაც სხვა თავის რაღაცა გარკვეულ სფეროში, ისინი იმ სფეროში არიან წარმატებულები, იციან ის სფერო. აი ამაზე რომ გაკეთებულიყო აქცენტები, არავინ არ დარჩებოდა შეურაცხყოფილი და მე ასე მგონია, რომ პირიქით ყველა მიესალმება და ერთი მომენტი კიდევ ბევრმა თქვა, რომ ეს იყო აღიარება იმის, რომ საქართველოში განათლების სისტემას ძალიან სერიოზული. კი ბატონო, რა თქმა უნდა, განათლების სისტემას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ ამისგან ხსნა ვერ იქნება ის, რომ ჩვენ დასავლეთში მიღებული განათლების მქონე ადამიანები ასე მასიურად შემოვიყვანოთ და პატივი არ ვცეთ ჩვენს ქვეყანაში მიღებულ განათლებას და ერთი იცით, დღეს არის რაღაცა ესეთი ბუმი, რომ ის შევარდნაძის პერიოდის, კობან არჩემაშვილი ისიქიდან ისაკედან. ნუ რა ვქნათ ახლა, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც იმ კოალიციას ქმნიდა, თქვა, რომ მარსიდან ვერ ჩამოვიყვან პოლიტიკოსებსო და მე იშვიათი შემთხვევა მქონდა, როდესაც დავეთანხმე, იმიტომ რომ მართლაც ვიღაცას რაღაცა ბიოგრაფია აქვს. ზოგი მოქალაქეთა კავშირში იყო, ზოგი ნაციონალურ მოძრაობაში იყო, ზოგი სადღაც იყო. ამიტომ თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ შურის ძიებად არ უნდა ექცეს საქართველოში პოლიტიკა. მე მგონი ეს დრო უნდა დამთავრდეს. თუ ადამიანს აქვს საკმაოდ ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და ეს გამოცდილება მოახმაროს თავის ქვეყანას, მოახმაროს, ნუ დავიწყებთ ამ ადამიანს. თუმცა არის მიუტევებელი შეცდომებიც და მე კონკრეტულად გიორგაძესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, კატასტროფა იქნება გიორგაძის დაბრუნება პოლიტიკაში, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ააფეთქა, მოგწონდა თუ არ მოგწონდა და მოწონდა თუ არ მოწონდა ვიღაცას, საქართველოს პრეზიდენტი და სასამართლოს ეს დამტკიცებული აქვს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს არის დამნაშავე. თუ სასამართლო დღეს საწინააღმდეგოს დაამტკიცებს, კი ბატონო, მაგრამ ჯერჯერობით იგორ გიორგაძე არის დამნაშავე და ერთ სიტყვით, იცით? ყველა ის ადამიანი, ვისაც დაუმტკიცდათ ასეთი დანაშაული, შემდეგ აღმოჩნდა რუსეთში. შეიფარა რუსეთმა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მუშაობდნენ რუსეთის სასარგებლოდ და დღეს გიორგაძის სწრაფვა საქართველოში სწორედ არის დაკავშირებული იმასთან, რომ მას უნდა დაახლოებით გიორგაძეზე უნდა დაასრულეთ და დაახლოებით ისეთი რამ გააკეთოს ქვეყნის შიგნიდან, რაზეც აი აქ ჯონდი გვესაუბრება, რომ საქართველოს დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე. ბატონ ჯონდი, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება დრო აღარ რჩება. იმ ნაწილში დავეთანხმო, რომ ახალი სახეები პოლიტიკას ნამდვილად ჭირდება და კიდევ უფრო მეც გეტყვით რა, არსებული პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად გაკოტრებული. იმიტომ კი არა, ცუდი ადამიანები არიან, ზოგი მართლა ცუდი ადამიანი. ზოგმა უბრალოდ თავისთავად ამოწურა იყო, რომ ის სადღაც რომელიღაც მომენტში იყო პოზიტიური, აქტიური და პროდუქტიული, მაგრამ თავისთავად ზოგმა ამოწურა ვეღარ ვითარდება და ტრანსფორმაციას და მოცემულობას ვეღარ ესადაგება. და რა თქმა უნდა, ახალი სახეები უნდა შემოვიდეს, მაგრამ აი რუსული გამოთქმა სკარაბლიანა ბალ არ შეიძლება პირდაპირ ყანიდან შემოვიდეს, ან პირდაპირ ტატამიდან შემოვიდეს პარლამენტში და პირდაპირ სცენიდან გადმოინაცვლოს. რაღაც საფეხური, რაღაც ეტაპი უნდა გაიაროს. გამოცდილება უნდა მიიღოს. მე ამას ვამბობ და ამისთვის საშუალებას და ამის სივრცეს ქართული პოლიტიკოსები არ ჩვენ გვქონთ, მაგრამ ჩვენ უფრო ვერ გვქონთ, გულახდილად ვთქვა და ხელისუფლება რა თქმა უნდა არ ქმნის. ხელისუფლებას
ურჩევნია ესეთი მასზე მის მიერ გაყვანილი აი ის რა რომ ადლიერი იყოს პარლამენტის წევრი გაგხადე ხო შენ არავინ არ იყავი და ესეთი გამოუცდელი ადამიანები შემოიყვანოს მათი რაღაცა გაპიარებით ხმები მიიღოს და მე თვითონ უბრალოდ მესიჯები და მითითებებით მართოს და არ იყოს გასაგებია გმადლობთ მან ნაჭრებია და ჯონდი ბაღატურია ჩვენი სტუმრები გიორგაძეზე მოდით მივაწოდე ინფორმაციას მაყურებელს და თუ გააქვთ ამაზე კომენტარი შემდეგ მოგცემთ შესაძლებლობას იგორ გიორგაძის უდანაშაულობაზე ლაპარაკობს მისი ადვოკატი როგორც გაგი მოსიაშვილმა განაცხადა ყველა შესაბამისი დოკუმენტი დადასტურებულია რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი პოლიტიკური დევნილი იყო ბატონი იგორის მიმართ იყო პოლიტიკური დევნა ეს დასტურდება საქმის მასალებით რომელიც არსებობს შესაბამისად ინტერპოლმა მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება ამბობს ადვოკატი იგორ გიორგაძის ადვოკატი უშიშროების ყოფილ მინისტრზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს გაგი მოსიაშვილის განცხადებით პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობა მცდარია და შევარდნაძის თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგაძე ინტერპოლმა წითელი ცირკულარიდან დაცვის მხარის მიერ გაგზავნილი მასალებით ჩატარებული გამოძიების საფუძველზე მოხსნა ადვოკატის მტკიცებით ყოფილი მინისტრი დევნილი სტატუსით არ სარგებლობს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ციტირება რომ ვითომ ტოლვილი სტატუსი გახდა ამის საფუძველი ეს რეალობას არ შეესაბამება პოლიტიკური დევნილი სტატუსი ასეთი რამ ბატონ იგორ გიორგაძეს მინიჭებული არ აქვს განაცხადა გაგი მოსიაშვილმა ჩვენ ვასრულებთ გადაცემას და ბატონ ჯონდი რაღაც კომენტარი გქონდათ და შემდეგ ერთი დავაზუსტებ რომ მე არ ვამბობ რუსულ ორბიტაზე დავარ მე ვამბობ რუსეთთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობები უნდა აღდგეს და ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და რუსული ეკონომიკური სივრცე თუ სხვა პოლიტიკური სივრცე მინიმუმ კონფლიქტში არ უნდა იყოს და წინააღმდეგობაში ქართულს ეს ჩვენთვის არის სასარგებლო. რაც შეეხება გიორგაძეს ახლა მე იმის გამო რომ ის პრორუსული პოლიტიკოსი ამის გამო არ ჩამოვიდესო მე მგონი ეს არ არის სამართლიანი და გასაგები მან ააფეთქა საქართველოს პრეზიდენტი ეს ჩვენს ქვეყანაში ასეა დადგენილი ჯონდი და პროკურორი ხართ თავდასრულე მე შეიძლება ააფეთქა არ ვიცი შეიძლება არ ააფეთქა და თუ მას ჩამოსვლა უნდა და სამართლა აქ ითანამშრომლებს გამოძიებას ეს ჩემი საზრით უკიდე უფრო უკეთესი იქნება ამიტომ ის რომ მანან ნაჭყებია მან ჯონდი ბაღატურია ან ვახო სანაიან ვინმეს აუგზავნოს აქ ჩამოსვლა ეს სწორედ სამართლიანი და არც გონივრული არ არის მით უმეტეს თუ ადამიანი რისკავს და ჩამოდის იმის გამო რომ სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლობს ძალიან ნორმალურად მიმაჩნია იქნება დასაჭერი მე მგონი გასაგებია ერთი წამით გავაკეთებ განმარტებას რა ამ ადამიანის დანაშაული დაამტკიცა საქართველოს სასამართლომ არც ჯონდი ბაღატურიას არც მანანა ნაჭყებიას არ აქვს უფლება უდანაშაულო რა თქმა უნდა ბუნებრივია არა მიუსაჯა რა თქმა უნდა და ეს ადამიანი წაიყვანა რუსეთმა და მას სასჯელი არ მოუხდია ამაშია აქ საქმე და ეს არის გასაგებია გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის ახლა ბიზნეს